მოგესალმებით. დღეს გვექნება ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვან ფაქტორებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელი არის მოხდეს საქართველოში უახლოეს პერიოდში. მე ზოგადად მსგავსი კუთხით ინფორმაციების ჩაწერა არ მიყვარს ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მთლად ბოლომდე დადებითი ინფორმაციის გამტარი არ იყოს არსებული, ასე თქვათ, ვიდეო, შესაბამისად უბრალოდ წამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ უნდა ჩამეწერა ამ თემაზე ვიდეო. მე ჯერ არ ვიცი რა ინფორმაცია ამოვა, მაგრამ რაც წამოვა ინფორმაცია ეგრეთ წოდებულ პატოკის მდგომარეობაში, ამ ყველაფერს მოგაცვდით თქვენთან ერთად. უბრალოდ ინფორმაცია იყო ესეთი, რომ ჩაწერა ვიდეო არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, რა იქნება საქართველოში უახლოეს პერიოდში. ერთგვარი გაფრთხილება მივიღოთ, მოდით მისტიური ორაკულის საშუალებით. უახლოეს პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაცია. რაზე იქნება საუბარი, რაზე უნდა გაფრთხილდნენ საქართველოში არსებული ადამიანები, ხო? რა კუთხით უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე? იქნება საუბარი კონკრეტულად გემთან დაკავშირებით. მოხდება რაღაცა ისეთი ფაქტორი, რაც უშუალოდ დაკავშირებული იქნება ზღვასთან და იქნება გემთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შესაძლებელი არის მოხდეს გემის ჩაძირვა ან რაიმე სახის პრობლემის შექმნა გემთან დაკავშირებით ზღვის არეალის მდგომარეობაში იქნება რაღაც მსგავსი უსიამოვნო ფაქტორი. პირდაპირ მნიშვნელობით რატომღაც უფრო მეტად ტექნიკის წყობილებიდან გამოსვლის მდგომარეობას მიჩვენებს ინფორმაციულად, ან ზღვის არეალთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. ან გემის გაფუჭების თემა, ან ჩაძირვის პოზიცია, ან რაღაც მსგავსი სიტუაციით მიჩვენებს. რასთან დაკავშირებით უნდა გამოიჩინონ საქართველოში მყოფმა ადამიანებმა სიფრთხილე? უფრო კონკრეტულად გამიხსენი ინფორმაცია. იქნება გარკვეული სახის, ასე თქვათ, ინფორმაციები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული ტყე-პარკის მდგომარეობასთან. ეცადეთ, რომ უფრო მეტად იყოთ სიფრთხილის პოზიციაში, როდესაც გადაწყვეტ ბუნებაში წასვლას ტყის არეალში განსაკუთრებით, იმიტომ რომ შესაძლებელი არის იყოს გარკვეული სახის უსიამოვნო ფაქტორები. რასთან იქნება ეს დაკავშირებული კონკრეტული ეს? შესაძლებელი არის მოხდეს ხანძრის პოზიცია ტყესთან დაკავშირებით, ასევე სახლთან დაკავშირებითაც ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ შესაძლებელი არის კონკრეტული სახლთან დაკავშირებით იყოს საუბარი, სადაც მოხდეს ხანძრის მდგომარეობა, რაღაც დაწვის პოზიციის მდგომარეობა, ესე ვიტყოდი, ხო? იმიტომ რომ აქ რაღაც უსიამოვნო ფაქტორები ჩანს. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ტყე პარკის მდგომარეობაში, როდესაც გადაადგილდებით, რომ რაღაც გარკვეული სახის ხანძრები თავიდან ავირიდოთ, მაქსიმალური სიფრთხილე, თუ კი იქნებით პიკნიკის მდგომარეობაში, აი ამ კუთხითაც მაქსიმალური წესები დაიცავით, რომ არ მოხდეს ხანძრის გაჩენა და ასევე მიჩვენებს სახლის პოზიციაში რაღაც სახლის შიდა სიტუაციაში ხანძრის მდგომარეობა, ასევე ვინმეს კვლელობის სიტუაცია შესაძლებელი არის გავიგოთ სახლის თემასთან დაკავშირებით. და ეს თემა საკმაოდ გახმაურდება და ისევ აქტიური პოზიციით ამოდის ეს გემის სიტუაციები, ანუ რატომღაც აქტიური არის ორი სტიქიის თემა მიმდინარე პერიოდში, უახლოეს პერიოდში. ერთი არის წყლის სტიქია, რომელიც საკმაოდ მძაფრად არის გამოხატული და მეორე არის ცეცხლის სტიქია პირდაპირ მნიშვნელობით. აი ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სტიქიები ერთმანეთს ეჯახება თითქოს სიტუაციების კუთხით. ასე რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, ისინი, ვინც საქართველოში იმყოფებით, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტყე-პარკების მდგომარეობაში და სახლის სიტუაციაში. შესაძლებელი არის მოხდეს რაღაც ხანძრის სიტუაცია, ან სახლის დაწვის მდგომარეობა, ან თუნდაც ტყეში ხანძრის გაჩენის მდგომარეობა. ასევე შესაძლებელი არის გავიგოთ უახლოეს პერიოდში მკვლელობა სახლში, კონკრეტულად რაც შესაძლებელი არის რომ მოხდეს და რა თქმა უნდა წყლის სტიქიასთან დაკავშირებით ვიტყოდი ესეთ რაღაცას, ან გემის ასე თქვათ ტექნიკური ხარვეზი, წყობილებიდან გამოსვლის მდგომარეობა, ან ჩაძირვის პოზიცია, ან ზღვის არეალში რაღაცა მნიშვნელოვანი სიტუაცია მოხდება, რაც საკმაოდ გახმაურებული ამბავი იქნება.
გისურვებთ წარმატებას, მშვიდობას, რაც თავარი არის. ინფორმაცია, როდესაც რაღაცა კუთხით მოდის, რომ უნდა გააკეთო და რომ უნდა ჩაწერო ინფორმაცია, უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი გამტარიანება გამეკეთებინა ჩემი საშუალებით და თქვენამდე ინფორმაცია მომეტანა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ბოლომდე სასიამოვნო ფაქტორი არ იყოს და თქვას, რომ რატომ მაინც და მაინც ნეგატიური ინფორმაციები, ხო? უბრალოდ ინფორმაცია მოდის, მე უნდა გადმოგცეთ ეს ინფორმაცია. თქვენ ეს მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, თქვენი არჩევანი არის. მშვიდობა გქონდეს უყოლას, ნახვამდის.